Virtual Memory Code მიესალმოთ ჩვენი განაცემის სტუმარი ბატონი ბადრი ჯაფარიძე. მოგესალმებით ბატონ ბადრი, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემ გადაცემაში. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ვიციო, ჯაზი ძალიან გიყვართ, დიდი კოლექცია გქონიათ სახში, ეს ვიცი. სპეციალურად ეს ჩვენ ჯაზ ბენდი ყავს, ძალიან კარგი, ნიჭიერი ახალგაზრდა. ძალიან გემოვნებიან. კი, დიახ და ეს აი ჯაზ კომპოზიცია შეგირჩიეთ ახლა. სხვანაირად როგორ გქცე პატივი მეტი ახლა. დიდი მადლობა. პირველად ხართ ესეთი ფორმატის გადაცემაში, ხო? ანუ არ გქონიათ ესეთი. როგორია ახლა შეგრძნება როგორი გაქვთ? შვენიერი შეგრძნება, კარგი ამაღლებული განწყობილება. ხო. ასე რომ ძალიან კარგი განცდით დავიწყეთ. კი, მაგრამ ხوار ნერვიულობთ, იმიტომ რომ აქ ახლა ყველაფერზე გვიწევს საუბარი. იუმორიც არის, ცოტა სატირაც არის, ცოტა პოლიტიკაც არის და ასე შემდეგ. ანუ მე მზათა ვარ შესანიშნავად. კი ბატონო. მომწონს ყველა ამ თემას საუბარი. მინდა მოგილოცოთ თქვენი მოძრაობა ლელო არის უკვე 1 წლის და ხო, ანუ ეს ძალიან უკვე 1 წლის პარტია თუ მოძრაობა ესე. დაფუძნა როგორც მოძრაობა, ეხლა 1 წელი შეგვისრულდა. როგორც მოძრაობას შემდეგ პარტიად გარდაიქმნა უკვე დეკემბერში. და თვითონ გაწევრიანება ხდება ხალხის ანუ ძალიან იზრდება ხარდამჭერების და წევრების რიცხვი. ეხლა წარმოიდგინეთ რომ 80,000 მიაღწია რეგისტრირებული ხარდაჭერების რაოდენობა და ჩვენ საუბრობთ სულ 9 თვის პარტიაზე. 80,000. 80,000 რეგისტრირებული ხარდამჭერი ყავს ეხლა ამ წუთას. ძალიან მაგარია. კაი შედეგია ძალიან. იცი რა პარტიას თვითონ მოგება თუ უნდა. პარტია შეიქმნა მხოლოდ გამარჯვებისათვის. იმიტომ რომ რასაც უყიდები, ეხლა სხვა პოლიტიკური პარტიები გამოდიან და ამბობენ რომ მათ მოგება არ უნდათ და უნდათ რაღაცა სხვა. გეტყვით რომ მე არ ვიქნები ესე მოგზალებული ჩვენ განსაკუთრებით ჩვენ შევიქმნით გამარჯვებისათვის. გამარჯვება, ანუ თქვენ გაქვთ სურვილი რომ გაიმარჯვოთ. ცხადია. მხოლოდ ამისთვის შევიქმნით. ძალიან კარგი, აი ესეთი პასუხები მომწონს, რომ აი ადამიანებს აქვთ ან ზოგადად პარტიებს აქვთ სურვილი რომ გაიმარჯვონ, ეს მე მგონი სწორია. თუ არ ვწდები. მე ვფიქრობ რომ აუცილებელია პარტიას ჰქონდეს ეს ამბიცია. სხვაგვარად მის შექმნის მიზეზს ვერ ვხედავ. ხო, არ პოლიტიკაში ყოფნის მიზეზი რა არის. მაგრამ თქვენ რა არის, იცით, ანუ ერთი კითხვა მაქვს ესეთი, საბურთალოზე ხართ მაჟორიტარად? საბურთალო საარჩევნო ოლქში. ხო, ნუ ალბათ გიწევთ ხო ეხა ხშირი სიარული. ძალიან ხშირი შეხვედრები მაქვს ძალიან საინტერესო ადამიანებთან, ძალიან საინტერესო. მე მახსოვს ერთი ვიდეო, რომელიც ქალბატონი გეჩხუბებოდათ იმის გამო, რომ ეს ხელისუფლება არ დატოვოთ, თორე ჩვენ მოვაწყოთ რევოლუციას, ხალი თუ რაღაც ეგეთი იყო. კატეგორიულად მომთხოვა ქალბატონმა არაჩვეულებმა ადამიანმა, რომ ესენი აუცილებლად დაამარცხეთ, მითხრა ამ არჩევნებზე. და რას ამბობს ისე ხალხი, ანუ დაპირებებს ისმენენ, აინტერესებს თუ რამე კონკრეტულად? ძალიან დიდი ინტერესია, უნდა გითხრათ, რა თქმა უნდა, ჩვენი პროგრამის მიმართ, ასევე ინტერესია მასთან დაკავშირებით, რას ვაპირებთ არჩევნების მეურვედღიდან რას გავაკეთებთ, არის თუ არა ამის უკან ცოდნა, გამოცდილება თუ ეს არის ისევ როგორც ადრე იყო ფუჭი დაპირებები და მხოლოდ და მხოლოდ რაღაც უფასური სიტყვები თუ ეს არის მართლაც გეგმა და დაპირება, რომლის უკან დგას სურვილი, გამოცდილება, ცოდნა და უნდა გითხრათ რომ ამ მხრივ ძალიან საინტერესო რეაქციები გვაქვს მოსახლეობისგან და პირველ რიგში რასაც ითხოვენ, როგორც კი დავიწყეთ საუბარს, ხმები დავიცვათ. ეს არის ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით. ანუ იმაზე არ არის საუბარი ვის მისცემენ ხმას, არამედ საუბარია იმაზე, რომ ხმები აუცილებლად უნდა დავიცვათ. ეხლა დღეს არის ეს პირველი რიგის ამოცანა ჩვენი ამორჩევლისთვის. სხვაგვარად ამორჩევლი ჩამოყალიბებულია დიდი უმრავლესობა იმაში, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ეს ჭირდება ჩვენ ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. კი, ესეთი შეკითხვა მაქვს, არ ვიცი ახლა ამდენად სწორი შეკითხვაა, მაგრამ მაინც მინდა რომ დაგისვათ, რომ აი ბიზნესმენი ადამიანი ხართ, დიდი ხანია, ნუ ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ ქართული ბიზნესის რა. მაგრამ აი დაპირებებში აი უფასო ფულსად არ პირდებით ხალხს. ამით არის განსხვავებული ჩვენი დაპირებები, რომ ჩვენ პირდებით იმას, რის გაკეთებასაც შევძლებთ. ეს არის ჩვენი განმასხვავებელი და ჩვენი პარტიის განმასხვავებელი. ჩვენ არ ვიძლევით ფუჭ დაპირებებს და არ ვატყუებთ. მაგრამ მაინც ბიზნესმენი ბრძანდებით და მაინტერესებს უფასო ფული რას ნიშნავს? ყველაფერს აქვს თავის ფასი, მათ შორის ფულსაც. ხო. და ფული არის ისევ ჩვეულებრივი რამ რომელსაც აუცილებლად უნდა გქონდეს ფასი. თუ გეუბნები ის უფასოა, ესე იგი რა ტყუილია. სხვა შემთხვევაში არ არსებობს უფასო ფული.
არა, აი ხა ლარი რაც მდგომარეობაში არის, შეიძლება უფასო ფული დავარქვათ ამას. აი, მეთქვა დაიფაროს ხა ლარი ისე მდგომარეობამდე მივიდეს, მაგრამ უნდა გითხრათ ხა ლარს რაც ემართება ხა და ამ წუთასაც ვაკვირდებით, ეს არის არა მხოლოდ მაკროეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, არამედ ლარზე მოქმედებს მოსახლეობის მხრიდან ნდობა და მოლოდინი. ნდობა ამ ხელისუფლების მიმართ მოსახლეობას არ აქვს და მოლოდინი რომ ხელისუფლება რაიმე ქმედით ნაბიჯს გადადგავს, არ აქვს. შესაბამისად ეს ყველაფერი მოქმედებს ლარზე დამატებით უარყოფით. მაგიტომ ფასურდება, ხო? არანაირი მოლოდინი არ არის. მოლოდინი კარგის არაფერი არ აქვს ამ ხელისუფლების. ესე იგი, საბურთალოს ოლქში შედის საბურთალოს ცენტრალური რაიონი, ხო? აი, პეკინი, ვაჟა, ხო? ტრადიციული საბურთალო. გაგარინის, მოედანი, მერე მიუყვებით უკვე იქით ვაშლი ჯვარი, სოფელი დიღომი, დიდი დიღომი. იმის შემდეგაც შემდგომ არის ზურგოვანა, ქოშიგორა. ქოშიგორა და ისინი ყველაფერი ძალიან დიდი რაიონია ეს. დიდი საარჩევნო ოლქია ძალიან. იმიტომ რომ ახლა თვითონ რეიტინგები როგორია, ანუ მე რას ვამბიცი ახლა, მაგალითად იმედი აქვეყნებს სულ ესეთ რეიტინგებს, რომ ქართულ ოცნებას აქვს 56% რა, ანუ სტაბილურად აქვს რა, ყველა იმედის ყველა გამოკითხვაში 50-დან 60-მდე კარგად მუშაობს აი ქართული ოცნება. ეთყობა ეს შიდა პარტიული გამოკითხვაა და იქაც ყველა არაძლევს ხვას ქართულ ოცნებას. როგორ შეიძლება. არა, ხო, იმიტომ რომ ხო, მართლა შიგნითაც შეიძლება არა. როგორც ჩანს შიგნით არ აქვს ხარდაჭერა საკმარისი პარტიის შიგნით. მაგრამ მაინც ესეთი კითხვა მაქვს, რომ აი სულ მიდის ესეთი პიარი, ანტიპიარი თქვენზე, რომ აი თქვენ ბანკირები ხართ, ხალხს ბინას ართმევთ, ხო არის ეს მიმართულება რა, ანუ ოცნები. ოსკარ შავი პიარი, ეგრეთ ხო, შავი პიარი, რომ აი თქვენ ბანკირები ხართ, ხალხს ბინებს ართმევთ, იქ ტროლები, ბოტები, რაღაცებს, ნუ დიდი შემოტევა იყო ერთი სიტყვით, ეხლა ცოტა ჩაწყნარდნენ მე მგონი, მაგრამ რაღაცა ქოუბებს და რაღაცებს აკეთებდნენ. შემდეგ რაც დახურა Facebook-მა ყალბი ანგარიშები, რა თქმა უნდა, დაეტყო მათ, მაგრამ მუდმივად მაინც ცდილობენ რომ შექმნან ალტერნატიული შავი პიარის გავრცელების არხები. ხო. სინამდვილეში ეხლა თქვენ მეორე ბიზნესები, მე მგონი მე ჩაიეცხათ, ხო? ეხლა თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ რა ბიზნესები დაგვიფუძნებია, მას შეიძლება თამამად მიწოდონ მეღვინე, მეჩაიე, მშენებელი, ასე წყლის ჩამომსხმელი და ასე შემდეგ. კი ბატონო, მეჩაიე, რომელი ჩაია თქვენი? გურიელი. გურიელი. ჩვენ შევქმნით რეკლამაში არ ჩამეცვალოს, მაგრამ ეს ბრენდი შევქმნით ჩვენ, იმ დროს არ იყო საერთოდ დაფასებული მაღალხარისხიანი ქართული წარმოების ჩაი და გადავწყვიტეთ რომ აქაც შეგვექმნა კარგი მაგალითი ისე როგორც სხვა ინდუსტრიებში სხვა მიმართულებით სადაც ვიწყებდით საქმეს ყოველთვის ჩვენთვის ძირითადი მამოძრავებელი მამოტივირებელი ფაქტორი იყო ის რომ იმ დარგში იყო მძიმე მდგომარეობა და შესაბამისად აქაც გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა კარგი მაგალითი და მე მგონი კარგად გამოგვივიდა იმიტომ რომ გურიელი სარგებლობს ძალიან დიდი პატივისცემით და პოპულარობით მომხმარებლებს შორის. კი ბატონო, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რეკლამაში ჩამეთვლება და ამიტომ წარმატებას გისურვებთ ერთი რაც შემიძლია გითხრათ. ერთი კითხვა მაქვს, ბატონო ბაძე, აი თქვენ და მამუკა ხაზარაძემ როგორ გაიცანით ერთმანეთი? მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ყველას აინტერესებს როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და უნდა გითხრათ რომ მამუკა არის ჩემი მეუღლის ძმა. და შესაბამისად მამუკას შეგბრძანდებით ესე გამოდის ესე არის უფრო სწორედ და მე მამუკა გავიცანე როდესაც მოუხშირეთ სტუმრობებს ჩემ მომავალ მეუღლესთან მაშინ გავიცანე და ერთ-ერთი ასე სტუმრობის დროს ერთმანეთს გამოვესაუბრეთ და იმის შემდგომ დაიწყო ჩვენი ურთიერთობის ასე ვთქვათ გაღრმავება და შემდგომ ეს გადაიზარდა უკვე პარტნიორობაში, ბიზნესში, რომელიც 92 წლიდან გვაქვს და პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც თქვენ ხედავთ დღეს, შევქმნით ერთად. აი, მაგალითად 92 წელს დაიწყეთ, ხო? ძალიან ისეთი პერიოდია რა, მაგ დროს ბიზნესი რატო უნდა დაგეწყოთ, მე არ მესმის, ანუ რამ გაიწვა. ახლა უყურებ რა თქვა, აი ხა აქ დღევანდელი გადასახედი და ეს უფრო სიგიჟეს გავს, რასაც ჩვენ მაშინ ვაკეთებთ. აი, ქედან რო გადახედა დაიწყეთ მაშინ. აბსოლუტურად არარაციონალურ იყო ჩვენ ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სრულად არარაციონალური, იმიტომ რომ ქუჩაში სროლა, სრული განუკითხაობა, რაც ქაოსი შეიძლება ქაოტური ვითარება წარმოიდგინოს ადამიანმა იმ დროს იქ იყო. მაგრამ იმ მომენტში ეთყობა ახალგაზრდებიც ვიყავით ბევრად და ამიტომ ჩვენ ფიქრობდით მხოლოდ ერთ რამეზე, რომ საინტერესო
რამ გაგვეკეთებინა და ეს იყო ეს საინტერესოობა იყო ჩვენთვის მამოძრავებელი ფაქტორი. აზარტიც ქონდათ, ხო? ეს აზარტი მოყვებოდა ამას, რა თქმა უნდა და პირველი ესეთი საქმე მე დავიწყე მამუკამთან ერთად სანამ დავიწყებდით თბილისში ერთად საქმიანობას, პირველი ესეთი პროექტი იყო პატარა ფარმაცევტული საწარმო, რომელიც შევქმნით ჩემი მეუღლის თანაკურსელთან ერთად და ფარმაცევტი იყავით. ფარმაცევტი გავხდით, ჩემი მეუღლე ფარმაცევტია და დამაინტერესა ამ დარგმა მაშინ ეს იყო წარმოიდგინეთ 92 წლის გვიან გაზაფხული და იტალიელი მეგობარი ყავდა მაშინ, რომელსაც ვთხოვე რომ დაგხმარებოდა იტალიიდან მოგვეზიდა ინვესტიცია პირველი დასაფასვებელი საწარმოს შესაქმნელად და წარმოიდგინეთ 92 წელს იტალიიდან მოვიზიდეთ $100,000 ინვესტიცია. და არაჩვეულებრივ წელს ანუ ადამიანმა სხვა ქვეყნიდან რო ჩამოვიდა და დაათვალიერა ეს ქვეყანა, ანუ სამოქალაქო გავლილი ყველაფრიანად არისო გავლილი როგორც არ დაგავლილი. ბოლომდე გავლილი არის. ანუ შუა პროცესში. პრაქტიკულად შუა პროცესში იტალიელი ადამიანი ჩამოვიდა და დააბანდა აქ $100,000. და შეიქმნა პირველი ფარმაცევტული საწარმო. ეს იყო მაშინ ცნობილი მეცნიერის ლადო ბახუტაშვილის ინსტიტუტში მოხდა ეს და რამდენიმე პარტნიორმა ეს გავაკეთეთ და ეს იყო პირველი უცხოური ინვესტიცია, რომელიც შემოვიტანეთ ამ ქვეყანაში და იყო სრულად გამორჩეული თვითონ პრინციპით, რომ შემოდიოდა ძალიან მაღალი ხარისხის ნედლეული და აქ ხდებოდა მისი დაფასვება. ასევე იტალიურ დანადგარებზე. და შემდეგ რა იყო? შემდგომ იყო უკვე მამუკა მიმიწვია TBC-ში, რომელიც დაფუძნებული იყო რამდენიმე თვის და იქ უკვე დავიწყეთ ერთად ფიქრი იმაზე თუ რა შეიძლებოდა გავუკეთებინა ჩვენს ქვეყანაში და ისევ იტალიურ კონტაქტზე გავედით და გადავწყვიტეთ რომ გავეკეთებინა პირველი თანამედროვე იტალიური მაღაზია თბილისში. ანუ პირველი ფრენჩაიზ შეთანხმება გავაფორმეთ ბრენდი ოფიციალური იტალიურ კომპანიას, რომელიც ფლობდა ბრენდ ბატას და ანუ ესე ბატაც ბატა ჩვენ ასე ვთქვათ დავაფუძნეთ თბილისში ესეც 92 წელს. და წარმოიდგინეთ ის იგივე პერიოდია, სრული ქაოსია ქუჩაში და ამ დროს ჭავჭავაძის პროსპექტზე იტალიელებმა მოაწყვეს მათი გემოვნებით და მათი დიზაინით ფეხსაცმელების მაღაზია. უნდა გითხრათ რომ იმდენად მოულოდნელი იყო იმ დროს მსგავსი პროექტის გაკეთება, რომ წარმოიდგინეთ იტალიელებმა შექმნეს მათი აზრით 3 თვის მარაგი ფეხსაცმელების, ხო, 3 თვის მარაგი და როგორც კი გაიხსნეს მაღაზია, 3 დღეში აღარც ერთ ფეხსაცმელი აღარ იყო იქ. პირდაპირ გაიყიდა ყველა. საერთოდ გამოცარიელდა იქაობა, იმიტომ რომ არ დაგავიწყდეთ რომ მაგ დროს ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა პერიოდში ვიყავით ადამიანები, როცა ხედავდნენ რაღაცას კარგს, ბევრს ყიდულობდნენ. ჭირდებოდა თუ რა ამარაგდა რომ ხო, იმიტომ რომ იქნებ ხვალე აღარ იყოს. ხვალე აღარ იყოს. ეს შეგდება. ეს განცდა საბჭოთა დროს ხო ესე იყო, რომ კი არ ყიდულობდა ადამიანებს, ვიშოვე ამბობდა, ხო და აქ ამ თუ იშოვა, მაშინ ბევრი უნდა იყიდო. და რაც თავარი ადამიანები იქ მოდიოდნენ, არ მხოლოდ ფეხსაცმლის საყიდლად, არამედ სინათლე ენატრებოდა ყველას და სითბო. წარმოიდგინეთ. გასათბობათაც და სინათლისთვის, იმიტომ რომ არც ერთი იყო ქალაქში მაშინ არც მეორე. მაშინ ესე იგი წარმოიდგინეთ კრიმინალი როგორი იქნებოდა, ანუ როგორ გიყურებდნენ მაინც კრიმინალი, მარტო თქვენზე რო აქ სწორება, რომ აი ხო არის მართლა. ხო, ეთყობა მაშინ კრიმინალურ სამყაროს როცა ხედავდა რომ ესენი ამ დროს რო აკეთებენ, ეთყობა ესენი რაღაც განსაკუთრებულ ძალას წარმოადგენენ, ანუ ფიქრობდნენ რომ ეხლა რო კაცი ამას გაბედავს, ეთყობა ამის უკან დგას რაღაც ძალიან დიდი არმიაო და ეთყობა ეს განცდა აფერხებდა კრიმინალურ დავშემოტევებს ჩვენზე. ხო, კრიშავს ან ამათ უკან კიდე ჩვენზე უფრო ძლიერი ძალაა ვიღაც, იმიტომ რომ სხვაგვარად იმის გახსნა იმ დროს რაც ვაკეთებდით, არაგონიურული იყო, არარაციონალური. შეიძლება ეთქვათ, რომ ეს იტალიური მაფია კრიშავს, რა მიხდი? ეთქვა იტალიელები არიან ამის უკან. ხო, ამის უკან. მაგრამ იყო კიდე პირველი სუპერმარკეტი გახსენით თქვენ, ხო? ასევე იყო პირველი სუპერმარკეტი სუპერ ბაბილონი მარჯანიშვილის ქუჩაზე. და იქაც რომ გაიხსნა, ხო, გამოცარიელდა იმავე დღეს ყველაფერი, ასევე ადამიანებმა დაიმარაგეს იმის შიშით, რომ მე აღარ იქნებოდა. მოკლედ გახსნაზე იქ მაშინდელი სახელმწიფოს მეთაური მოვიდა ედუარდ შევარდნაძე, იმიტომ ის იყო
უჩვეულო ამბავი სუპერმარკეტი თბილისში არ არსებობდა, თან ესეთი განათებული, ესეთი თანამედროვე ჰოლანდიელებთან ერთად და სახელმწიფოს მეთაურმა გახსნა სუპერმარკეტი. მარკეტი გახსნა პრეზიდენტს საქართველოს, იმიტომ სხვა არაფერი არ იყო გასახსნა. არაფერი არ ხდებოდა მაშინ თბილისში. მართლაც არაფერი არ არსებობდა იმ დროს თბილისში არ ფუნქციონირებდა არაფერი. ახლა რო ლაპარაკობთ, აქედან გამომაქვს დასკვნა, რომ თქვენ იმ პერიოდში დუჟოკიც გექნებოდათ ეგრეთ წოდებული, ხო? ოსმანაირად ხო არ იქნებოდა ახლა? ქონდა გენერატორი, რა თქმა უნდა. და ისეთ ფუფუნებად ითვლებოდა მაშინ ხო, იმ გენერატორის გარეშე შეუძლებელი პრაქტიკულად შუქი არ ქონდა. ხო, და უნდა გითხრათ ერთ საინტერესო ისტორია გენერატორზე მომივიდა, რომ არ იყო სინათლე და მომდის ყოველთვიურად თელასის გადასახდელი. ვარ გენერატორზე და სინათლე არ არის და მომდის გადასახდელი. ხო და ვერაფერ გავერკვიეთ, რომ რატომ და მრიცხველს შევხედა, მრიცხველი მოძრაობს. ხო და მე ვინც დამიყენა ეს მრიცხველი ელექტრიკოს ხოლმე მოსულიყო და გაერკვია რა ხდებოდა, თუმცა ჩემი გენერატორი შეერთა მრიცხველში. საკუთარი გენერატორი წარმოებული ელექტროენერგიის ფულს ვიხდიდი რეგულარულად. იყო ესეთი და ბენზინს შესასახავდი. ბენზინს ასხავდი და შესასახავდი და უხდიდი კიდე სახელმწიფო. იყო ესეთი საინტერესო ისტორიაც, მაგრამ თვითონ გენერატორზე მეორე უფრო საინტერესო ისტორია მაქვს მოსაყოლი. გენერატორს ვინახავდით სხვენზე. გამოვედი შევამჩნიე, რომ ბოკლომი იყო, გადაკვნეტილი იყო ბოკლომი და გახსნილი იყო სხვენზე ასასვლელი და მივხვდი, რომ ალბათ გენერატორი მოიპარეს მეთქი და ავედი სხვენზე და დავინახე კაბელი, გენერატორი აღარ იყო, ვიფიქრე მოიპარეს ხარ ვერაფერ ვიზავ და შეხვედრა მქონდა ჭავჭავაძის 11-ში TBC-ში და წავედი ამ შეხვედრაზე. წავედი, არა ვარ, 9 საათი არ არის გასული, რაც მივედი და მირეკავს მეუღლე. რომ მოვიდა პოლიცია და ამბობს, რომ ნახეს შენი გენერატორი. ვა. ხო მე გამიკვირდა, განცხადება არ გამიკეთებია მოპარვაზე და როგორ მოძებნეს, ხო თავისთავად აბსურდია. მაშინ განცხადებით ვერ პოულობდნენ და ეხლა განცხადების გარშე უცებ პოლიციამ აღმოაჩინა გენერატორი. ხო დაინტერესდი და გუშინ იყო შემოწმება მანქანების პოლიცია ატარებდა ეგრეთ წოდებულ რეიდს და ერთ-ერთ მანქანას აღმოაჩნდა საბარგულიდან კაბელი მოსთრევდა. და რო გახსნეს საბარგული აღმოჩნდა გენერატორი. ნუ აღმოჩნდა რომ ესენი იყვნენ 19 წლის ახალგაზრდები, ახალგაზრდა. ეხლა ცხადია რომ პირველი რაც მომივიდა თავში რომ ეს ახალგაზრდები უნდა წასულიყვნენ საბატიმროში ამის გულისთვის, გენერატორის მოპარვის გულის, რომელიც რეალურად იმ წუთას დაბრუნდა, ხო? და იმას უთხარი გამოძიებას, რომ მეთქა არ მინდა ეხლა ამ ახალგაზრდების ციხეში წასვლა და რა შეიძლება მე გავაკეთო იმისათვის, რომ მათ ეს პასუხისმგებლობა როგორმე ავარიდო და მითხრა, რომ თუ იტყვით, რომ ეს გენერატორი არ მუშაობდა და ტყუილად იდო სხვენზე, მაშინ შესაძლებელია, რომ მათ პასუხისმგებლობა არ დაიკისროთ. ხო, ცხადია, მე ვთქვა, არ არის პრობლემა და დავწერე ეს განცხადება. ნუ შეამოწმა გამოძიებულმა, ხო სწორია, მეორედ დამიძახა, ნუ სამჯერ მიმიყვანა თუ 4ჯერ და საბოლოოდ ვიფიქრე, რომ ეს თემა დაიხურა და დამთავრდა. რამდენიმე დღეა გასული, ზარი კარებზე. და გავიხედე, გავაღე კარი, ხედავ ორი ქალი, ორი კაცი დგას. გამარჯობთ, მოგესალმებით. ჩვენ ვართ აი ახალგაზრდების მშობლებიო, მითხრეს. ხო. ხო, მობძანდით. შევიპატიჟე და დაასხდნენ და მეუბნებია, რომ ძალიან მადლობლები არიან, რომ მე არ გავიმეტე ეს ახალგაზრდები და ისინი გადავარჩინეთ ციხეს. დიდი მადლობა თქვენის განცხადება დაწერეთ. ყვებიან. ახლა ერთი სათხოვარი გვაქვს კიდევ მეუბნებიან და რა არის მეთქი, რა შეიძლება დაგეხმაროთ. ეხლა გამომძიებელი $1000 ვთხოვს და იქნება გვასესხოს $1000. ციხეში ამცავდნენ. ეს ძალიან მეტი მოუვიდათ. რომ არ იყო სამართლიანი მოთხოვნა, ეხლა მე რომ დამფინანსებინა ესე გამომძიებლის ქტამი. კიდე უნდა გადამეხადე ქტამი გამომძიებლისთვის, ჩემი გენერატორის მოპარვისთვის. და გამოგეშეთის ბავშვი. გამოგეშვა ეს ბავშვი. აუ შესასწაულია. საბოლოოდ არ ვიცი როგორ დამთავრდა, მე მგონი დარწმუნებული ვარ ეს ბავშვები რა თქმა უნდა საბატიმროში არ წავიდნენ, მაგრამ ის გამომძიებელი აღმოჩნდა რომ ესე გაფაციცებით, იმიტომ ამოწმებდა ჩემ განცხადებას რომ მე რომ ინდოდა რომ მოეთხოვა ამათთვის ფული. ფული გამოეცა. ხო, მე ვიფიქრე რომ მართლაც აინტერესებდა და იმიტომ მითხრა რომ დააწერეთ რომ ამას ფასი არ ქონდა, მაგრამ ეს განცხადება ეთყობა ხელში დაიჭირა და მე მოთხოვა ქტამი იმისათვის რომ გამო. TBC ბანკში ხა ბევრი საკრედიტო განცხადება შემოდის, რომ კრედიტს ითხოვე, ხო? ყოფილა შემთხვევა რაღაცა ისეთი უცნაური ძალიან საინტერესო განაცხადების შემოსულა, რამდენიმე განსაკუთრებით გამორჩეული იყო, ერთ-ერთი იყო ხაზგასმით საინტერესო განაცხადი
შემოვიდა 90-იანი წლების დასაწყისში ერთი მეცნიერი დიდი ნახაზებით და თქვა რომ მე მინდა კრედიტი. და როცა კითხეს რისთვის გინდა, თქვა რომ მე უნდა გავასწორო პიზის კოშკი. კითხვა გაჩნდა რომ ვინ დაგავალა პიზის კოშკის გასწორება. ხოზე დავალი ახლა ვერ მითხრა, დავალებული არ ქონდა არავის. აშკარად არ ქონდა დავალებული. ხო და ცხადია რომ ჩვენ ვითხარით იმ ხალხს მოსწონს რომ ესეა დახრილი. ეს არის ტურისტების საინტერესო სანახაობა და რატომ უნდა გავასწოროთ, თუ გაიყო დახრილი. ერაფრით ვერ დავარწმუნეთ რომ პიზის კოშკის გასწორება არ იყო საინტერესო პროექტი და ძალიან ნაწყენი წავიდა. უნდათკენი წავიდა პირდაპირ გეთქვა. მაგრამ საინტერესო კომენტარი გააკეთა ამაზე, როცა მოუყევით თემურ ჭყონიას. თემურ ჭყონიას მოუყევით. ცნობილ ბიზნესმენს, რომ აი ესეთი ისტორია იყო და ან ხო ეგ იგივე არის, ეხლა ვინმე რომ მოვიდეს და ვენეციის არხების ამოშრობა რომ შემოგთავაზებდა პროექტი. ამის და ასევე კრედიტი ვენეციის არხის არხების ამოშრობას. წყალი ვენეციის არხიდან, აი სასწაული. არა, იყო ესეთი სხვა საინტერესო პროექტებიც იყო, მაგრამ ეს განსაკუთრებით დასამახსოვრებელი. და ნაწყენი წავიდა, ძალიან ნაწყენი, იმის შემდეგ აღარ დაბრუნებული. ერთი შეკითხავ, ეხლა გურულებთან გააქვთ ურთიერთობა? საბედნიეროდ, დაგეცხადოთ, რომ ძალიან საინტერესო ისტორიები ქონია, მაგრამ ფაქტი გურულებს შეთხზას არ ჭირდებათ რამისა, ცხოვრებისეული ეპიზოდები არის უკვე თავისთავად ძალიან საინტერესო. ხო, ერთ-ერთი საინტერესო ისტორიაა ესეთი, მასალებელი უყვება თურმე კლასში, რომ აი ეგნატე ნინოშვილი, ცნობილი მწერალი, მთელი დღე აგროვებდა ფიჩხსო, მთელი დღე ფიჩხს აგროვებდა, მერე ღამე ფიჩხს დაანთებული ცეცხლის შუქზე წერდაო. და ამას თანაკლასელმა აწია ხელი კითხვისთვის და ცხადია რომ რა კითხვა გაქვთ. დღისით რატო არ წერდა მასალას? დღე აგროვებდა. მთელი დღე აღწალობდა რომ ღამე ესე იგი ცეცხლის შუქზე და ცხადია ეს ლოგიკური კითხვაა, ვერაფერს ვერ იტყვი. დღისით რატო არ წერდა? მეორე ასევე ნოშუთანაა დაკავშირებული. ასე მეორე გურულ მეგობრის თანაკლასელს ეკუთვნის ეს კითხვა. ხო, ახლა ყვება მასალებელი გოგია უშვილის. ხო. ისე უჭირდაო გოგია უშვილსო, რომ ცივჭად ჭამდაო. ამან აწია ხელი თანაკლასელმა, კითხვა მაქვს და რა კითხვა გვაქვს? ცხელი რო იყო, რატო არ ჭამდა მასალებელი? რატო ცხელი ხო არის მაშინ შეჭამოს, ხო ეგ არის. რა ვიცი ბატონო ბადრი, მინდა წარმატებები გისურვოთ და გისურვოთ კიდევ ერთი რაც ყველაზე ძალიან მინდა, ანაკლიის სპორტის დასრულება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი. დიდი მადლობა. ველოდები მომავალში. წარმატებები გისურვოთ ბატონი ბადრი ჯაფარიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა. მადლობა.